ალბათ ადამიანების 90% ვინც Google Chrome-ში ეძებს რამეს ინფორმაციას ან სხვადასხვა აპლიკაციების ჩამოტვირთვებს ან რამე მსგავს და შემდეგ წააწყდება თავის სასურველ დაუშვათ ლინკს, ფოტოს ან ასე შემდეგ. ის სკრინავს ან აკოპირებს ბუფერში. ანუ ბუფერულ მეხსიერებაში რომ არ დაკარგოს. ამის შემდეგ საიტებს ეძლევა ჩვენ ბუფერულ მეხსიერებაში წვდომის საშუალება, რაც ნამდვილად არ არის სასურველი. ეს რომ გავთიშოთ, უნდა გავაკეთოთ შემდეგ. იქამდე კი ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. გავხსნით ბრაუზერს, ანუ Google Chrome-ს და მაღლა მარჯვენა მხარეს 3 წერტილი იქნება, ანუ სინათლეებს შეიძლება წაუკითხოს ესე Google Chrome-ის მორგება და კონტროლი. ხსნით ამას და აქ გვინდა პარამეტრები, ანუ ნასტროიკები. ხსნით ამას უსაფრთხოების შემოწმება და ჩამოვსკროლოთ ცოტა დაბლა. გადახდის მისამართები და სხვა. უმინშბრუნგს ავტომატური შევსება გაფართოებული. ანუ ჩვენ გვინდა საიტები და პარამეტრები. საიტის პარამეტრები, აგერ ეს. საიტის პარამეტრები. მიკროფონი, წინასწარი შეკითხვა. აგერ აქ ჩამოთვლილი არის, ანუ რეებზე არის დაუშვათ ნებართვები დართული და ანუ შეკითხვის რეჟიმი რა, ანუ გამოვიყენო თუ არა ესა თუ ის ფუნქცია. აქ ჩამოუყვებით. ჩაშენებული მოძრაობის მოწყობილობები. წინასწარი შეკითხვა, ფაილების რედაქტირება, გაცვლის ბუფერი, გაცვლის ბუფერზე აგერ გაცვლის ბუფერი, ანუ ბუფერული მეხსიერება ესე რო ვთქვათ. შევდივართ აქ და ნახეთ. გაცვლის ბუფერი. ძიება, კნოპკა, სხვა ოფციები. გაცვლის ბუფერი. ჩართვის შემთხვევაში საიტებს შეიძლება თქვენს გაცვლის ბუფერში შენახული ტექსტისა და სურათების ნახვის თხოვნა. გამორთვის შემთხვევაში საიტებს შეიძლება თქვენს გაცვლის ბუფერში შენახული ტექსტისა თუ სურათების ნახვა. გამორთული. აგერ ნახეთ, გამორთული მაქვს და აქ წერს კიდევაც გვეუბნება რომ გაცვლის ბუფერში შენახული, ანუ ტექსტის და ფოტოების ნახვის უფლება ექნება ბრაუზერს, ანუ რა. ხო და ამიტომ რომ არ მივცეთ ამის საშუალება და აუკრძალოთ, გამოვთოთ ეს პარამეტრი. მადლობა ყურადღებისთვის. გთხოვთ დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი.